გამარჯობათ მეგობრებო, დღეს სტუმრად გვყავს ბატონი რევაზ კარანაძე, რევაზ მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მოგესალმებით თქვენს მოგებებს. მოხარული ვარ, რომ შენ ჭიდრო გრაფიკში გამონახე დრო და ჩამერთე. მიუხედავად 8 საათიანი დროის სხვაობისა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და მსურს საქართველოში და სიტუაციაზე ვისაუბროთ, როგორც სოციალურზე, ასე პოლიტიკურზე. ძირითადად სოციალურზე, პოლიტიკური დღესასრიგი სოციალურს მიყვება ეს არ ახალია და ეს ყველამ ვიცი და ამიტომ დავიწყოთ სოციალური თემატიკით. ოღონდ ერთი მცირე პასაჟით მინდა დავიწყო, რომ ჩვენი მეგობარი ევროპა არის ვენებს და ჰერჩესკის ახალი სტატია იყო მე როგორც ვიცი ნეტგაზეთში და მე ვიცი რომ ამას არაერთი მნიშვნელოვანი რეაგირება მოყვა, ნუ სახელმწიფო და ლოიალური ხელისუფლებასთან ლოიალური პოლიტიკურმა ძალებმა თავის განცხადება გააკეთეს, ოპოზიციისთვის საკვები იყო ეს, პირდაპირ უნდა ვთქვა, მაგრამ რაც მენიშნა, იქ ერთი ფრაზა იყო, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება თუ რაღაც ამდაგვარი რა და ამას რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი რო არ შეუწყოს მსგავს ტენდენციების განვითარებას, ან საერთოდ ნარატივი შექმნას, საქართველოში უნდა იყოს გამართული სოციალური ფონი, რადგან მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს წინა პოდკასტებში და მე როგორც ვატყობ აქიდან შორიდან შეცვლილია რაღაცები, მაგრამ ბევრი რამ როგორც მეუბნებიან და მირეკავენ ჩემი ახლობლები, მეგობრები თბილისში ახლა მთელი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მაქვს გატარებული და ესე ამბობენ პირდაპირ მეუბნებიან, რომ ეს ის არ არის, როგორც შენ აქედან ხედავ. ხო და რევაზ ამაზე მინდა ვისაუბრო და პირველი ეს ყბადაღებული თემა. ძალიან კარგი კამპანია წამოიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, ფასების რეგულაცია და არგუმენტიც კი შემოიტანეს, რატომ არის ესეთი ფასთა სხვაობა სადისტრიბუციო ქსელსა და საცალო ქსელს შორის, რაც ყველას გვესიამოვნა და ასევე მედიკამენტებზე ფასების წარმოქმნა, ფასწარმოქმნა. და აი ამ ორ თემას რო შევეხოთ და მე ნუ თემები გავშალოთ იმის და მიხედვით, როგორ წავა ჩვენი საუბარი, გისმენ ჩემო კარგო. მოკლედ, ბატონ ნიკოლოზ, სიმართლე გითხრათ, რომ ნუ მაგ თემას რაც თავრობამ გააჟღერა, ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ისინი არიყვნენ ამ თავრობის ხარდამჭერები. და ეს არის სისტემა, რომელიც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას ყოველდღიურად. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი, ინფლაციის გათვალისწინებით და სტაგფლაციიდან გამომდინარე, ანუ სტაგფლაცია არის, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად გვაქვს ინფლაცია და თან არაფერი ახალი არ იწარმოება, რაც უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის იმპორტზე და ჩვენი თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტი შემოდის უცხოეთიდან. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დეკემბრის ბოლოს თვალსაჩინო აღარ რომელიც იყო 25 წლის განაცხადა, რომ მარჟები, რომელსაც მაგალითად საცალო ვაჭრობის ქსელები და მაღაზიები ადებენ, არის 15 დაახლოებით 10-დან 16%-მდე მეტყავს დამატებითი მოგების მარჟები, რასაც ისინი კიდიან პროდუქტებსაც, ყოლა დაუშვებელი არის. ეს რა თქმა უნდა ასე არის და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ისე არის გაკეთებული ეკონომიკური პოლიტიკა აგებული 1990-იანი წლების შემდეგ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს თავისუფალი ბაზარი, რადგან ოდნავ პატარა რეგულაციას ჩვენ მივიღებთ, ჩვენ გავხდებით საბჭოთა კავშირი. ანუ რაღაც მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და პაპზე უფრო კათოლიკები ნამდვილად ვერ გავხდებით. თქვენ ხა ავადებით ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი წელია, თქვენ თვითონ კარგად იცით, რამდენი რეგულაცია არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამა თუ მიმართულებით და ამა თუ გამომდინარეობიდან გამომდინარე. შეიძლება იყოს კარგი, ცუდი თუ არ შეიძლება. სამწუხაროდ საქართველოში ეს არის პრობლემაა, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი კანონი, მაგრამ აღჭურვილების კუთხით არის ჩავარდნილი მარჟების საკითხი, ხო? ძალიან პრობლემური არის სწორედაც, რომ ასევე ის საკითხი, რაც პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა, თუ გახსოვთ. ამას მაგალითად ჩემი პროფკავშირი, სოლიდარობის ხეის პროფკავშირი, მრავალი წელი ამბობს, მაგრამ სამწუხაროდ 11 წელი დასჭირდა საქართველოს მთავრობას, რომ ეს გაემეორებინა, რასაც მიეცავნით თავიდან ბოლომდე და
დაიწყო მთავრობა ლაპარაკის სუვერენულობაზე, შემდეგ ეკონომიკურ სუვერენულობაზე და ახლა მივიდა ამ საკითხამდე, რა თქმა უნდა. ეს აუცილებელი არის ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის, რომ გქონდეს ჩვენ ძლიერი, მყარი სოციალური სისტემა, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს ეკონომიკურად მოწყვლადი გარე ძალების მიერ აქ არეულობის დასათესად. ეს ყველა ნორმალური სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს ჩემის აზრით. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაგალითად, პრემიერმა რასაც ჩვენ ვაუბრობთ, ახსენა ისიც, რომ აი იხსნება ყოველ თვე ახალი მაღაზია, მაგალითად, იქნება სათვალოვარჯიშო პროდუქტების მაღაზიები რა. ყოველ თვე ახალი მაღაზია იხსნება და იქ დასაქმებული ადამიანი ყავთ რაოდენობით ერთი. ანუ ადამიანებშიც არ მიდის ხელფასებად ეს თანხა ხელფასები არის მიზერული და 5-4 ადამიანის ნაცვლად ასაქმებენ ერთ ახალგაზრდას. მაგალითად ეს არის როგორც მოლარე, კონსულტანტი, დამლაგებელი და ხშირ შემთხვევაში დაცვაც. და ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაჭრეს, იყო შემთხვევა 2019 წელს, როდესაც კონსულტანტი მოკლეს მაღაზიაში ვერაზე, თვალმა ადამიანებმა, რომლებიც შევარდნენ და ასე მეტყვი დაცვა არ არის და ძირითადად კამერები აკონტროლებს იმას, რომ ვინმე რამე არ მოიპაროს. და იყო შემთხვევები ისეთიც, მაგალითად, თუ ყველი ვერ გაყიდა კონსულტანტმა მაღაზიაში, იმ ყველის თანხა ხელფასთან ჩამოეწერება მერე ამ დასაქმებას. ანუ არასოდეს დიახ, კატასტროფული სიტუაცია არის. და ამ საკითხებზე რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც კიდევ აღდგა შრომის ინსპექცია, რომელიც ბენდუქიდან გააუქმდა. ეს აღადგინა მთავრობა. კიდევ კარგი, თუმცა რამდენად ქმედითია, მოდი ამაზე არ ვიდაოთ. ეხლა ეს ცალკე დეტალების საკითხი არის, მართლა ბევრი პრობლემები აქვს. როდესაც აღდგა ეს ინსპექცია 6 წლის მანძილზე, იყო საპილოტო ვერსიაში ამოწმდა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, მაგალითად საწინააღმდეგო აღჭურვილობა თუ იყო შენობაში და ასე უფლებრივ მდგომარეობას სამუშაო დატვირთვას, ხელფასის ჩამოჭრას ამას არ აკვირდებოდა, მხოლოდ 2019 წლიდან დაიწყო ამან მოქმედება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა ახალგაზრდების კუთხით. ანუ საბოლოო ჯამში ეს ბიზნესები, რაც პრემიერმა აღნიშნა, არა მხოლოდ ფასდამატად გადიან მოგებაზე, არამედ თავად იმითაც იგებენ, რომ ისინი დანაკარგში არასოდეს არ მიდიან. მით უმეტეს ეს დიდი კორპორაციები ითვისებენ პატარა უბნის მაღაზიებსაც, მაგალითად, სპარი გინდა, ნიკორაგი გინდა, კარფური გინდა, ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფრენჩაიზები რაც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, უბნის მაღაზიები თითქმის აღარ არსებობს, რაც იყო მაგალითად 10-15 წლის წინ. და ძირითადად თუ გინდა შენ პომიდორის ყიდვა სიტყვაზე ამ პურის ყიდვა ჩადიხარ აქ. მაგრამ როდესაც ერთი თავი თეთრი პური, რომელიც არის 400 გრამი და 2 ლარი ღირს, ეს კატასტროფული ფასი არის საქართველოსთვის, ხო? და ამ კონსულტანტების ხელფასიც მერხეობს ხოლმე 400-დან 800 ლარამდე. როგორც წარმოგიდგენიათ, ამით ადამიანმა თავი გასტანონ, ხო? და მე როდესაც ვაკრიტიკებ ხოლმე მაგალითად სოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკას, ეს დათქმები, რაც მათ 90-იანებში დაგვიწესეს, ბევრ საკითხში, სოციალურ თემებში, განსაკუთრებით ნიკოლოზ, ეს იყო გარდამავალი ეტაპისთვის. თუმცა ჩვენთან 90-იანი წლების მერე, მაგალითად, ხელფასის დაანგარიშების მეთოდოლოგია არ შეცვლილა. და ეხლა ამას ავხსნი ამ ყველაფერს დეტალებს დავშლი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ხო? მინიმალური ხელფასი ჩვენს ქვეყანაში 1999 წლის მერე არ შეცვლილა და არის თვეში 20 ლარი. ანუ ლეგალური არის, თქვენ რო იყოთ ჩემი დამსაქმებელი 20 ლარი რო გადამიხადოთ თვეში ხელფასი, ეს ჩაითვლება სამართლებრივად ლეგალურად. გესმით რას ვამბობ? ეს არის პრობლემა. ერთადერთი პატარა ზვრა სადაც მოხდა, ისიც იყო ბრძოლით, ისიც ჩემ პატარა პროფკავშირით, მთავრობამ კარგი ნაბიჯი გადადგა და ექთნებისთვის, ექიმებისთვის და სანიტრებისთვის აწია მინიმალური ხელფასი, ექთნებისთვის 650 ლარი, სანიტრებისთვის 300 ლარი და ექთნებს საათობრივად 7 ლარი აქვს საათში ხელფასი, რაც 1200, 1400, 1500 ლარზე არის ხოლმე, ხო? მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, რადგან ფასები იზრდება, ხელფასები ვერ ეწევა. აქედან გამომდინარე, ნახეთ როგორ კავშირში არის ეს ყველაფერი, რადგან ხელფასები არის დაბალი და ვერ ეწევა, ხალხი გაედინება მერე ქვეყნიდან, კარგავთ ჩვენ პროფესიულ კადრებს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორში, მიდიან იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში მომლელებად მუშაობენ. ან თუ არიან ახალგაზრდები, არ აბარებენ გერმანიაში, უბრალოდ საერთო საქმეზე მიდიან მაგალითად გერმანიაში, თუ არიან ექთნები. პრემიერმა ისიც განაცხადა, იცით თქვენ, აიო, ყველა იურიდიულზე რატო აბარებს საქართველოში, ხო? მაგრამ ჩვენ ოპოზიციას ოდნავ გონიერება რომ გქონდეს,
ან ექსპერტები რო არიან ეს ჩვენი ძირფასი მედასალეთეები ხომ თავრობის წინააღმდეგ ერთი მაინც კითხვა დაესვათ პრემიერისთვის რომ იმიტომ ხო არა შემთხვევით რომ გონია ხალხს რომ იურიდიულზე დაბარე პერსპექტივა გაქვს დასაქმების და საერთო საქმეზე თუ არის გამოცხადებული 977 ადგილი მარტო 46 აბარებს ეს კატასტროფა არის 1990 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი ვიდრე ეს ჭირდება ქვეყანას რაც შემდეგ გამოიწვევა ისეთ პრობლემებს როგორც არის პანდემიების დროს ან სერიოზული ასე ვთქვათ დაავადებების ეპიდემიოლოგიური პერიოდის დროს ძალიან მაღალ ლეტალობას იმიტომ რომ საკმარისი მზრუნველი კადრი არ აქვს და არავის არ გაუჩნდა კითხვა ეკითხა პრემიერისთვის მინიმალურ ხელფასის საკითხებს და ამ თემებს ხედავთ როგორ არის დაკავშირებული ერთად ანუ კადრები ჯანდაცვაში არ ყავს ჯანდაცვის ხარისხთან ერთად პრობლემა არის განათლების პრობლემაც ეს არის იმიტომ რომ აქ არავინ არ აბარებს და თურმე ეს ყველაფერი დადეს ისევ ხელფასების თემაზე და შემოსავლის თემაზე შენ როდესაც ხონდა მაგალითად იყო ერთი ექთანი 154 ლარი ხონდა ხელფასი ხო 154 ლარი როდესაც გაქვს ხელფასი ადამიანს რომელიც სწავლაში ჩადე შენ ინვესტიცია გააკეთე საერთო საქმეში ყავს მე ოჯახი 1000 პრობლემა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის საშუალებით 4 სამსახურში მუშაობ, ხო? სულ მუშაობ, სუდაღლილი ხარ და ვერანაირად ვერ ვცდილობ იცხოვრო. ასევე პრობლემა არის თვითონ სახელმწიფო როგორ ანგარიშობს სტატისტიკური კუთხით, თვითონ მონაცემებს. და ბევრი ამბობს, რომ აი საშუალო ხელფასი მაღალი არის ჩვენს ქვეყანაში. საშუალო ხელფასი მაღალი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს ერთის ხო ინფლაციას იქიდან გამომდინარე შეიძლება რიცხობრივად იზრდებოდეს, მაგრამ წყიდველუნარიანობით მცირდებოდეს. ამ წყიდველუნარიანობა არ იზრდებოდეს. ანუ 2000 ლარი 2026 წელს უდრის დაახლოებით იგივეს, რასაც უდრიდა 800 ლარი 2023 წელს. გესმით რას ვამბობ, ხო? ანუ ღირებულების პრობლემა არის თვითონ ამ თანხის. ამასთან ერთად თუ მაგალითად ყავს დასაქმებული ჩემს საწარმოში, საწარმო მეტა მაინც არსებობს საქართველოში, ჩემს კომპანიაში მყავს დასაქმებული 500 ადამიანი და 500 ადამიანიდან 5 ადამიანს აქვს ხელფასი 20000 ლარი და დანარჩენ 495-ს აქვს ხელფასი 500 ლარი. ხო? ამათი საშუალო საკმაოდ მაღალ რიცხვს მოგწევს, თუმცა ეს არ გვაჩვენებს, რამდენი აქვს რეალურად ადამიანებს ხელფასი სწორ სოციალურ მოცემულობასთან. ამიტომ საქართველოში მედიანური ხელფასის დაცვა არ ხდებოდა 2024 წლის ბოლო მონაცემი გვაქვს და თუ საშუალო ხელფასი ურტყავს 2000 ლარს, მედიანური ხელფასი 1000 ლარამდე უფრო ზუსტად გვაჩვენებს რა. აქედან გამომდინარე ეს არის პრობლემა ძალიან სერიოზული და გვაჩვენებს კიდევ ისიც რომ ჯინის კოეფიციენტითაც ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო პოსტსაბჭოთა სივრცეში და მოსახლეობის დაკარგვის კუთხით მოსახლეობის დაკარგვა ნიშნავს არა მხოლოდ შობადობის დაკლებებას, არამედ პროფესიული კადრის და პროფესიული კადრის გადინებას ქვეყნიდან, ხო? მოლდავეთის შემდეგ ჩვენ ვართ მეორე ადგილზე ქვეყანა, რომელმაც დაკარგა მოსახლეობის 30% სსრგ-ს დაშლის შემდეგ და ამის შექცევა არ ხდება. ხო, მაგალითად 34 წლის ორმო ჩემი ბავშვობის ყველა მეგობარი წასულია, 2-3 ადამიანი დარჩა მაგ ძალიან დიდი სანაცვლო მყავს. ასულები არიან ევროპაში. აი ეს არის ის მოცემულობა, რის შეცვლასაც შეიძლება ვსწავლოთ. შეიძლება ეს იყოს მაგალითად ასევე ის პრობლემაც, რომ აი ამასაც ვიტყვი უბრალოდ ეს გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია. აი ხელფასი როგორია დაიანგარიშება. მაგალითად ვიყენებთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ საარსებო მინიმუმს, ხო? სტატისტიკის დეპარტამენტის რა არის ეს საარსებო მინიმუმი? საარსებო მინიმუმი ეს არის ხელფასი, რაც უბრალოდ შემოსავალი, მოდი ხელფასი არ ვთქვათ, შემოსავალი, რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე ფიზიოლოგიური, ფიზიკური გადარჩენისთვის. ეს ცხოვრებას არ ნიშნავს. მაკარონზე, ზეთზე ადამიანი ვერ გაძლებს, ხო? დაახლოებით 285 ლარის გარშემო მერყეობს ბოლო კვარტლის და ბოლო თვის მონაცემები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესე არის ხოლმე 160-დან 300 ლარამდე მერყეობს, გააჩნიათ ეს. და როგორ ხდება გაანგარიშება? 70% ამ 285 ლარისა არის გათვლილი საკვებზე, 2000 კალორიაზე მამაკაცისთვის, რაც ნიშნავს ძალიან არაჯანსაღყვებას, იმიტომ რომ მაკარონით და ფურით მგონი ეს აღარ ჩაიტოვებია ამ ხელფასში ერთი თვის მანძილზე და დანარჩენი 30% არის ჯანდაცვის ხარჯი, განათლების ხარჯი,
კომუნალურების ხარჯი, ტრანსპორტის ხარჯი, ქირის ხარჯი, ხო? ბინის ქირა, რომელიც მინიმუმ $300-400 საქართველოში, ხო, სტუდენტისთვის. როგორ წარმოგიდგენია, მეტრო საცხოვრებელს არ არსებობს. სტუდენტისთვის $300-400 არის ქირა და $300-400 ხელფასები. ეს არის ტრაგედია. და საერთოდ საქართველოში არ არსებობს მაგალითად ისეთი კონცეფცია, რაც მეცნიერულად ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის შრი-ლანკაში კი არის, ეს არის ეგრეთ წოდებული საცხოვრებელი ხელფასი, რაც არის living wage, საარსებო მინიმუმი და საცხოვრებელი ხელფასი, ხო? ეს არის არსებობისთვის, ეს არის ცხოვრებისთვის. საცხოვრებელი ხელფასის განგარიშებისას საქართველოში რასაც ვანგარიშობთ, ხო? 35%-ს ვანგარიშობთ კვებაზე და 3000 კალორიაზე და დანარჩენ 65% დანარჩენ ყველაფერზე. ეს არის მინიმუმი, რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებისთვის და ეს არის დაახლოებით 2000-დან 2500 ლარამდე. ხედავთ რამხელა განსხვავება 285 და 2500 ლარს შორის. კატასტროფული სხვაობაა. ეს გვაძლევს უფრო რეალურს, ეს არის რა გჭირდება ცხოვრებისთვის, რა გჭირდება არსებობისთვის და რა გჭირდება არსებობისთვის ეს 90-იანის ჰუმანიტარული დახმარებების და გარდამავალი პერიოდის ეს მონაცემი უკვე არის დრომოჭკული, რომელიც ასევე თავის თავში დამოწმება შეიცავს შევაჭრების კოეფიციენტს, ანუ მაღაზიაში უბრალოდ ბაზრობაზე მიდიხარ და ევაჭრები რომ დავიკვლოს ფასს, ხო? ეს თავისთავად ბატონო ნიკოლოს დღევანდელ დღეს აღარ არსებობს, მაშინ როდესაც გვაქვს უკვე თითქმის ეს მარკეტების სისტემა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამ მოცემულობაში ვარ დღევანდელ დღეს ჩვენ და სამწუხაროდ ეს ინიციატივა, რომელიც აპრილიდან თითქოს უნდა ჩვენ გვეგრძნო ფასების რაღაც შემსუბუქება არ მოხდა, მაშინვე გაიზარდა, ავარდა ფასები, კომისია მოიწვიეს, კომისიაზე იყვნენ სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც პირობენ, თურმე მიუხედავად იმისა, რომ 14%-ია ჩვენთან აქ მოგების მარჟა განსხვავებით საფრანგეთისგან, დიდად ქვეყნებისგან, სადაც 6-7%-ია და ჩვენთან 2 და 3 არის მოგების მარჟები, ხო? ფულის ამოღება. თან პლუს არავინ არ საუბრობს იმაზე, არ მოიწვიეს დასაქმებული მშრომელი ხალხი არ მოიწვიეს, რომლებიც იტყოდნენ ასევე იმ ექსპლუატაციის მაგალითებს, რომ კომპანია არასოდეს არ მიდის წაგებაში, რადგან გაუხილდა, ანუ პროდუქცია, რომელიც ფუჭდება და არ იხილება, თითქმის არ არსებობს. ესმით, უნდა გაიყიდოს, რომ გაიყიდება ცენტრალში დაგაკავება ხელფასი. აი ეს მდგომარეობაში ფასები არ დაკლებულა ჯერ და ამან ძალიან დიდი მე ვფიქრობ, რომ უკმაყოფილება გამოიწვია თავის ხელისუფლების ამორჩევლშიც, რომელიც ელოდებოდა რაღაც პოზიტიურ ძვრებს და საბოლოო ჯამში ჩვენ ისევ უყურებთ იმ ისტერიკას და სიგიჟეს საგარეო პოლიტიკის გარშემო, ისევ ნაცები გვპირდებოდა ნაცების თავიდან მოშორებას და რატომღაც საუბენ ამ თემაზე, იმიტომ რომ გვინდა რომ იცით რა არის მე და ჩემ მეგობრებს დამგუს ყველას გეტყვით რა რომ გვინდა რომ აი ეს ისტერიკა რამენაირად თუნდაც ხელოვნური ჩარევითაც მოიხსნას, რომ ის რეალური თემები, რაც ჩვენ გვაწუხებს, რაც ჩვენ ქვეყანას დაეხმარება გამთავრების, ესენი გამოვიდეს პოლიტიკური დღესდღეობის თემაში და ამის გარშემო იყოს პოლიტიკური პოზიცია, ოპოზიცია, იმიტომ რომ მე მაგალითად დაღვიძვათ და გულწრფელად გეუბნები ძალიან გამღლერი არის ისტერიკა, ამ ნაცების აკრძალვა არაკრძალვის თემა და რაღაც სიგიჟები და დროშების ქიმივა, ისე რომ არავინ არ შედის შინაარსში რა. სანამ ფასაზე გადავალ, ახლა მე კითხვები გამიჩნდა, შენ რო საუბრობდი და ესეთი შეიძლება დილეტანტური კითხვა, იმიტომ მე არაპროფესიონალი ვარ. აი ინფორმაცია, რომელიც მიდის, მოდი ესე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის აპარატში, საშუალო ხელფასთან დაკავშირებით. აი კარგი მაგალითი მოიყვანე 20,000 ჰედებში და პერსონალს 480 ლარი პირობითა და გამოვიდა რაღაც წარმოუდგენლად მაღალი ფასი. და შენახსენე მეორე ფორმა, ანუ საშუალო ხელფასის გამოთვლა კი არა, მაპროფილებელი, რომ რეალური სურათი და როგორ ფიქრობ, ამას ვინ უნდა აკეთებს? სტატისტიკის სამინისტრო მაშინ რას აკეთებს? იმიტომ რომ მე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ როგორც მე და შენ უყურებთ ხოლმე სტატისტიკის სამინისტროს მონაცემებს, მე მგონი ასე უყურებს პრემიერ-მინისტრის აპარატი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს, მაგრამ ეს იქით გადავდოთ. როდი შეიცვლება ეს მაჩვენებლების მახასიათებლების სწორი ათვლა, სწორი ფორმულირება? იცით რა არის? აზია ეს დამოკიდებული. ძალიან თუ შეკითხოს მისმით ვარ ნიკოლო. ეხა ამაზე რომ მე პასუხი გაგდეთ, ეს ალბათ უფრო მეტად პოლიტიკური ნების თემა არის და პოლიტიკური განგარიშების ამბავი არის, იმიტომ რომ რეალურად რომ გამოჩნდეს
ის სურათი ნამდვილად იმიტომ თავრობა გამოდის და ამის ეკონომიკა იზრდება. როდესაც თავრობა ტრაბასობს ეკონომიკა იზრდება, ბევრისთვის, თავრობის ამორჩევლისთვის ესეთი კითხვა ჩნდება. მე ქართულსაც მეცურეთ დოდოთქმა, ხო? არ არის დასამართი. ესეთი კითხვა რჩება ჩვენთან რა, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვგრძნობთ. დაახლოებით იგივე არის, რომ იქ სააკაშვილის დროს რეიტინგების სათავეებს რო ხსნიდით ხოლმე რა, რაღაც ადამიანის უფლებებში, ეკონომიკაში, ამაში, იმაში, ხო? ამას ხალხი როდესაც ვერ ვგრძნობთ, ცოტა შეურაცხყოფილად ან დაცინულად გქონთ ხოლმე თავთან. იცით რა არის, მე მგონი ქართული ხალხი არ არის ისეთი საკმაოდ გამოცდილები ვართ, რომ რეალობა გავიგოთ და გავიაზროთ. ესეთი მიდგომები ჩემი ხაზით შეეცვალა, რომ ეკონომიკა დუქს ღარიბაშვილი ამბობდა, ახალგაზრდა პრემიერი ამბობს 89%-იანი დაღვა ქონდა და ვერ ვგრძნობთ ამ წლები გადის და ვერ ვგრძნობთ. თუ სადღაც არის და არ ჩამოედინება ეს trickle down economics და ჩამოჯამის ეკონომიკა, გავით თვითონ IMF-მა თქვა, რომ რეიგანის დროინდელი ეს ეკონომიკა თურმე სინამდვილეში არ ამართლებს და ამუშავებსო და გადავკიდეთ oversold იყო ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი სტატია აქვს ამაზე. მინიმალური ხელფასის გაზდა ძალიან ბევრი ეწინააღმდეგებოდა ნაცების დროს. იგივენაირი ხალხი არის დღევანდელ დღეს ეკონომიკას ვინც გვიგეგმავს. ურნავა იყო ბენდოქრიძის მოადგილე. მანამდე შევარდნაძის მუშაობდა, ხო? ეს პრობლემა რჩემთ იდეოლოგიურად განსხვავება ეკონომიკურ საკითხებში, არის რომ საფრთხე პასუხაღების ძალიან კარგი. რაღაცები ნაბიჯები გადაეცა, მაგრამ ეს არ არის საკმაოდ ნახევრად გაკეთებული საქმე არის ხშირ შემთხვევაში, გესმით? და ეკონომიკის ესეთი დაგეგმა, რომ მაინც ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების შემოღება ქვეყანაში, რომელიც შენ მხოლოდ და მხოლოდ იაფ-მუშახელად გაქცევს და ეს ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს შემოდის, ეხლა მომსახურების სფერო არის მხოლოდ და მხოლოდ. ამაზე მე რა თქვენ ადრე მართლაც ვისაუბრეთ. პრობლემა რა არის, იცით? რომ აქ კვალიფიციურ კადრს არ გვიქმნის მეცნიერებათა განვითარების ეკონომიკაზე შენ ვერ გადახვალ ამითი. ეხლა ბიზნესები ამობენ, რომ საკმარისი მუშახელი არ არისო, ან ინვესტიციების თვითონ და უნდა შემოვიყვანოთო უფრო იაფი მუშახელი, უფრო ვთქვათ ღარიბი ქვეყნებიდან. რაც მე იწვევს კიდევ უფრო ცალკე გადაგვებას და ეს იმიგრაციის პრობლემა და ისეთი პრობლემები შემოდის ქვეყანაში, რომელიც არ არის საჭირო და რომელიც არ ეხმარება არც თავრობას, არც ქვეყანას და უფრო დიდ რხევებს ქმნის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში. და ამას როგორ და რანაირად უნდა მიხედონ თავისი დაწყებული ამ სტატისტიკის დეპარტამენტიდან დაწყებული, დამთავრებული ამ მონაცემების გადაანგარიშებით, თუ ასე შემდეგ, თუ ინვესტიციების შეცვლით, თუ მაგალითად ის რომ მესმის, რომ რთული არის, რომ პირველი ეგრეთ წოდებული პირველადი ეკონომიკა, რასაც წარმოებს ეკონომიკა, აღვარგინოს რა არ გვაქვს, იმიტომ რომ ბაზრების ხვედნა უნდა, ევროკავშირი ჩვენი ბაზარი ნამდვილად ვერ იქნება. და ამისთვის ცოტა გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან სამეზობლოდ გადახედვა ჭირდება და ყველანაირ დამოკიდებულებას ჭირდება, თუ ვწდებით, რასაც გულისხმობ მე. მეორე არის ეგრეთ წოდებული სადისტრიბუციო გამტარი ეკონომიკა, რაც მაგალითად ჩინეთის და ევროპის დაკავშირებით შეიძლება რაღაცა ხდებოდეს და კარგი არის და მესამე ეს არის ყველაზე გავრცელებული ეკონომიკა ჩვენთან, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე ნაკლებად მომგებიანია სახელმწიფოსთვის, სწორედ ფულის გაკეთებით და ფულის ქვეყნიდან გაგინებით ყველაზე მეტად ეს არის მომგებიანი ინვესტორების წერის ეკონომიკა. წერის ეკონომიკა უნდა იყოს დაშენებული პირველად მეორედ ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ეს მესამედი ეგრეთ წოდებული tertiary economy. ამიტომ primary, secondary, tertiary. აქედან გამომდინარე ამ პრობლემებში მიმყოფებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხი ეკონომიკურ პოლიტიკაში და სხვათა შორის როგორც ევროკავშირი იყო ჩვენთვის ხელშეუხებელი და რელიგიასავით არის როგორც გადაკეთებული, მისი კრიტიკა საერთოდ იყო მიუღებელი და არაფრით არ შეიძლებოდა. იგივენაირად იყო ჩვენთან ეგრეთ წოდებული თავისუფალი ბაზარი, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ხო სად როგორ როდის და რაში ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი თავისუფალი უნდა იყოს და მიშვებული უნდა იყოს ხო ყველა ქვეყანას აქვს ამ მონივრული დაგეგმვის მაგალითად ჯანდაცვა არის უფლება და არა მაგალითად სერვისი საბაზრო პროდუქტი ხო ამერიკაში სხვანაირი მიდგომა რომ ვიცი რომ ამერიკაში წომაზე დავა ამ საკითხებიდან გამომდინარე მათ შორის შალომა პოშტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ ნაცია კი არ არის ეს თავისუფალი ბაზარი რაც საჭირო უნდა მივხედოთ და საჭიროა უნდა სხვანაირად გავაკეთოთ და მე ამას ვაუბრობ ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სახელმწიფო ინვესტიციები აუცილებელია რეგულაციები აუცილებელია ეს არის რომ
რეგულაცია, კარგი და გონივრული რეგულაცია გჭირდება, რომ რაღაცას გამოუთავისუფლო ადგილი, რაღაცამ გაიაროს, ხო? იგივე არის ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები თურქეთთან, ჩვენთან, თურქეთთან შევადარებთ დადო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. რაც იყო ძალიან პირდაპირ კითხვით და თავის დროზე, ასე ვთქვათ, გადარჩენის კუთხით უყურებდა, რომ საკვები არ იყო ქვეყანაში და მძდელოვან პერსპექტივაში გავხდა ჩვენ თურქეთზე დამოკიდებული ადგილობრივ ბაზარს სპორტს. იგივე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. უნდა იყოს მაშინ დათქმები და კონკრეტული სფეროები, რაც შეიძლება გაკეთდეს ეს. ეს რო ყველაფერში ესე იყოს არ შეიძლება. თან განსაკუთრებით ევროკავშირთან მაგალითად ჩვენ არანაირ დათქმა არ გვაქვს, მაგრამ ისინი მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც პონებზე მეტი მივრის გატანა ევროკავშირში. ანუ იმეთმა დათქმა დაგვიდეს. სამხრივი დათქმა და ჩვენთან ისე ტაშს უკრავდა ოპოზიციო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება მიგვეღო და რაღაცა არასერიოზული არის, მახსენდება ხოლმე ცოტა ეროვნული მოძრაობის მიანუტობა, რომ ოღონდ დამოუკიდებლები გავხდებით და ეკონომიკა თავის თავზე აღდება. ხო, ან ნატო დაგვიცეს. ზუსტად იგივე არის რა. ანუ უნდა მივეჩვიოთ ჩვენ, თუ გვინდა კაპიტალისტურ მსოფლიოში ცხოვრება, კეთილი დეიდები და ბიძები არ მოდიან და შენ რომ ლამაზად ცეკვა, უნიკალური დამწერლობა გაქვს, უნიკალური ენა გაქვს, გადასარევი კულტურა გაქვს, მაგის გამო თავზე ხელს არ გადაგისმევენ და აჰა შეშვილო ფული. და თავი შეინახო. არ არის ეს. ყველას თავის ინტერესი აქვს და ჩვენ ინტერესი უნდა გქონდეს რა. აქედან გამომდინარე უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს არა სურვილებით, არამედ საჭიროებებით და რაციონალურად. რა, ჩვენი სურვილები უნდა გავსაზღვროთ, გქონდეს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სურვილი, მაგრამ ჯერ არის საჭიროებები და ჩვენ სახურავის აშენებით ვერ დავიწყებთ. სახს აშენებით. გასაგებია. ესე იგი, საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი მედის პოლიტიკურ ნებაზე და ეს პოლიტიკური ნება თუ არის უბრალოდ ამისთვის ვერ იცლიან, ეს ძალიან ცუდია და თუ პოლიტიკური ნება არ არის, ეს უარეს საშინელებაა ამაში. პოლიტიკურ ნებაზე არ არის მარტო ბოდიში რომ ჩაგეჭედეთ ბატონო ნიკოლოზ, ეს იდეოლოგიური საკითხიც კიდე. ეკონომიკურ პოლიტიკას როგორც გეგმავენ, გონიათ რომ ერთი ხაზი არსებობს ეკონომიკაში, ეკონომიკა სინამდვილეში არ არის ზუსტი მეცნიერება, ეს არის სოციალური მეცნიერება, საზოგადოებრივი მეცნიერება, ეს არის ფიზიკა, ეს არის მათემატიკა, იმიტომ რომ ეკონომიკას აქვს თავის სოციალური განზომილება, რომლის გარეშეც ეკონომიკა არ არსებობს. ხო, ეკონომიკა რეალურად არის ცხოვრება, თანაცხოვრება, ინტერაქცია, ხო, სხვა ძალებს ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სხვა განვითარების გზები არსებობს და არ შეიძლება რაღაცა ერთი კონკრეტული მიმართულება აიღო, რომელიც გვასწავლის ჩვენ გარდამავალ პერიოდში და იმას უთხოვდეთ თავს ბოლომდე. თუ ის თან ხედავთ, რომ არ ამართლებს ამდენი წელია, ხო? 35 წელი გავიდა და არ ამართლებს. იქნებ რაღაცები შეურიოთ, შემოურიოთ, თან განსაკუთრებით თავს მოხეული ეკონომიკა იქნებ რამე ჩანაფიქრი ხო არ არის შეიძლება დასავლეთის რომ მუდმივად ჩვენ ესეთ კოლონიზებულ მდგომარეობაში ვიყოთ, დამოკიდებულ მდგომარეობაში, ვნახოთ ის ქვეყნები, სადაც ცოტა სხვანაირი განვითარების მოდელები ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადმოვაკოპიროთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ კიდე ეს ექსპერიმენტები და ჩვენი რეალობიდან და ჩვენი ნიშან-თვისებებიდან ავაგოთ ის რეალობა. ხო, მაგალითად, ჩინეთს აქვს, ხა ჩინეთს არ ვედრები უბრალოდ სოციალიზმი ოღონდ ჩინური მახასიათებლები. ხო? ეს ერთი ჩემი პროფესორი ხუმრობდა კიდე შვედეთზე, რომ შვედეთს აქვს კაპიტალიზმი შვედური მახასიათებლები. ხო? ანუ თავისი ისა ყველა სისტემას აქვს თავისებურებები. ეს სისტემები უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა იყოს დოგმატური. დოგმატური ეკონომიკით ჩვენ წინ ვერ წავალთ. მე გამიხარდა უბრალოდ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ეს თქვა, იმიტომ რომ ამ რაღაცებზე ლაპარაკი ბატონო ნიკოლოზ იყო აკრძალული ავტომატურად მოგაგერებდნენ რაღაც იარლიხს და ჩაქვდნენ არასერიოზული ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური რეალობა მათ ეუბნებოდა, რომ მათი ესეთი დოგმატური მიდგომები არ ამართლებდა და დღემდე არ და ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს პრეტენზია იმაზე, ქვეყნის განვითარების ხედვა ჰქონდეს და მთავრობას ამას შეეჯიბროს. ეს რომ მათ ჰქონდეთ, ამიჯერეთ მთავრობას ბევრად რომ მარტივად აღწევდნენ ელემენტარულად სკამებს მაინც საკანონმდებლო ორგანოში თუ ადგილობრივ დონეზე. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პარტიები ძირითადად ოპოზიციაში ბევრად უფრო
დაურეგულირებია და ბევრად უფრო მკაცრ ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ეკონომიკურ უცემულობას თავაზობენ, იმიტომ რომ ისინი არიან ამ სისტემის არქიტექტორები, როგორც თქვა ნაციონალური მოძრაობა. იმ ბატონო და დირექტივებსაც ღებულობენ რიგი მათი ლიდერი, რომელიც მე როგორც ვიცი, კიდე იქ სამიტინგო მუხტს, ესე ვთქვათ, მაღლაწევს ხოლმე და იმის უკან კიდე საქართველოსთვის მე როგორც ვიცი, ბევრი არაფერი. ახლა მე დიდი ხანია საქართველოში აღარ ვარ, თითქმის 10 წელია და ძალიან მახარებს ხოლმე, როცა მედიის საშუალებით ან YouTube არხებზე ნახულობ ბლოგერების ასე ვთქვათ, კარგ პოდკასტებს, რომ გადავსებულია ქართული საკვები ობიექტები, დაწყებული high class-ის რესტორნებიდან დამთავრებული სასოსისეებამდე, ეგრეთ წოდებული პივნოებს რო ვეძახდით. აჩვენებენ მარკეტებს, სადაც გადავსებულია პროდუქტი და ხალხია უამრავი და მე მახარებდა და ეხაც მახარებს ბუნებრივია და ამ სურათს რო ვეუბნები ზუსტად ჩემ მეგობრებს, რომლებთაც შვილები ყავს, ახლა მე 60 თითქმის 60 წელს უახლოვდები და კიდე მეუბნებიან, რომ შენ უყურებ მხოლოდ ერთ სეგმენტს, საზოგადოების ერთ სეგმენტს. რომ ამბობ, რომ ბენზინი იცი რამდენი გახდაო, და რომ მეკითხებიან. აქ მაგალითად უკვე $4 ფარგლებშია, რაც ირანის კონფლიქტი დაიწყო, არ ჩამოსულა. ნუ მერყეობს. ოღონდ გალონზე. და გალონი 3 ლიტრი და 785 გრამია და აქ კიდე შენ გალონზე იხდი $4-ო და ჩვენ აქ 3.5-ს ვიხდითლიტრშიო. და მეუთხარი აბა მაშინ ეს ამხელა ტრაფიკები და ეს ხალხი ესე იგი დრაივზია, ხო, რაღაც მოდიან საქმე და კიდე მეუბნებიან, რომ ეს არის მხოლოდ ქართული საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილი და მე მოკლედ ეს კამათი რო გვაქვს ხოლმე, მე ესეთი მაშინ შევდივარ, რომ მაშინ რას ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან დაწყებული ეს ინიციატივა. თან საჯაროობად, ხო შეეძლოთ, რომ არც ეთქვათ, ხო და დაეწყოთ პროცესი, გამოუვიდოდათ და მიიწერებდნენ სამართლიანად, რომ გავაკეთეთ. აი საჯაროდ გამოტანა იმისა, რაც მე გამიხარდა და ვეუბნებოდი, ანუ მე უპონირებდი მათ, რომ მარკეტების ფასები და რაღაცა და ბოლოს მითხეს ესეთი უცნაური რამე. აი ხა შეიძლება საუბრობო. მაგ თემების დარეგულირება არასდროს არ მოხდებაო და ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ინტერესანტები ამ საქმის არიან მინისტრთა კაბინეტში და საკანონმდებლო ორგანოში. და ნუ მე მივიჩნიე ხა ტიპიურ რუსთაველის აქციიდან წამოსულ მესიჯად, მაგრამ მე უკვე ჩემთვის საპატივცემულო ანალიტიკოსებმა არა თავგადაკურული ოცნების ხარდაჭერება, აი ვისაც მართლა პატივს ნეიტრალურები რო არიან და ობიექტურ სურათს რო დებენ, უკვე მათი პირიდან მესმის ეს, მათი გაჟღერებულია, რომ სახელები და გვარებიც კი თქვენს და რევას საბოლოო ჯამში ან ეს კამპანია რატო გაასაჯაროეს, როცა ფაქტობრივად რამის თავად კომიტეტში და კომისიის წევრებად თავად იყვნენ, ვინც ამით ყველაფრით სარგებლობს. ამაზე გააქვს შენ პასუხი? ნიკოლას ისევ შეკითხვა დავუს, მაგრამ ან კარგია. როდესაც ვიტყვი მას, რომ საქართველოში მაგალითად ბოლო წლების მანძილზე უფრო დიდი იყო ეგრეთ წოდებული გზავნილები სამხრეთ ევროპიდან და რუსეთიდან, ვიდრე მთლიანი ხელფასების წლიური ჯამი. ხებით ხო რას თქო? ან 1.5 მილიარდი თუ იყო გზავნილები, მთლიანი ხელფასების რაოდენობა იყო 7.8 მილიონი. ანუ თითქმის ორჯერ აღემატებოდა გზავნილებს. და გზავნილები ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ახლავს ემიგრანტი ოჯახის წევრი, ან ევროპაში, ან რუსეთში, ან ამერიკაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ეხლა თვითონ მთავრობის ამ ინიციატივას. ამ ინიციატივაზე გადავალ ჩვენ ამას შევეჯახეთ 2019 წელს, როდესაც ექნების თემა ამოწესდა ექნების პარლამენტ დექანატურშუმა, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო. ამ ლექტორი იყო, ან მიგვიწვია პარლამენტში და ექნები გამოვიდნენ სიტყვებით და დაიწყეს საუბარი და
ოპოზიციის წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლები ორივე ერთად ასე ვთქვათ, არ იჯერებდნენ ეკნები რაც ამბობდნენ, ან შეიძლება არ უნდა დაჯერებდნენ. იქიდან ამიტომ მე აღმოჩნდა, რომ კლინიკების ფლობელები ყავდა პარლამენტში, ხო? ერთ-ერთი მაგალითი არის ამისი ოქრიაშვილი, PSP-ს ფლობელი, რომელიც ამაყობდა, რომ მოსკოვიდან $300 $300 წამლებს საქართველოს $3000 ყვებდიო. მე ზოგადად მიყავდა ნაცებში, მე რეკორდებში, მე ისევ განათდა და ეხლა არ არის. მაგრამ პრობლემა არის, რომ ეს ბიზნესის ლობი ძალიან ძლიერია საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ პიროვნებების წარმოდგენა. როდესაც მაგალითად 2016 წელს ქართულ მოწმევა მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ მქონდა ინიციატივა განსაკუთრებით სტუდენტებს პროპორციებს, რომ სააკაშვილის დროს მიღებული ლიბერტი აქტი გამოიღოთ კონსტიტუცია. რა არის ახლა ეს ლიბერტი აქტი? ეს არის კონსტიტუციის 73-მდე ეს არის საგარეო პოლიტიკა და მე ამას არ ვდახმარდა. ეს 20 უნდა ამატა, მაგრამ 94 მუხლი გულისხმობს, რომ საქართველოს yani შიდა პროდუქტის 28-30% აღარ მახსოვს ციფრი, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ბიუჯეტი. ანუ შენ ხარჯების გაზრდა, სოციალური ხარჯების გაზრდას ვერ შეძლებ თუ არ დააკლებ მაგალითად დრასტან სხვა რაღაცას, ხო? ეს ტრაგედია არის. გადასახადო პოლიტიკას პარლამენტი ვერ შეძლებს. აქვს ყველას ერთად გადასახადები 400-ზე და 250-ზე. ანუ პარლამენტს ართმეული აქვს ფისკალური პოლიტიკის კეთების საშუალება. და როდესაც დებატები გაიმართა, ძალიან საინტერესოა ამ დებატებზე საჯაროდ კიდევ მისაწვდომი არის. დებატებზე მთავრობის პოზიცია დაიცვა კაპიტანმა ეკა გიგაურმა. Transparency საერთაშორისო გამჭვირვალობიდან. ჩვენ წინააღმდეგ წავიდა. დემოკრატიის ფესბუდო არის, ხო? ანუ თანხმედრაში იყო მათი ეკონომიკური იდეოლოგია იმ დასავლეთის ნეოკოლონიალისტურ საგარეო პოლიტიკასთან, რომელსაც ის დღემდე თავზე გვაქვს. აქედან გამომდინარე, აკარა არის, რომ ბევრ რაღაცაში არის ლობები და სხვადასხვა ბიზნესები და აქაც უცნობას აქვს ეს ასევე თალკის დოქტრინა, რომ სააკაშვილის დროს ავიწოვდნენ ბიზნესს და წილებს ითხოვდნენ ჩვენ პირიქით პირველად რო ბიზნეს ჩვენ ერთად თანამშრომლობთ რაც შემდეგ, მაგრამ ეს შეიძლება კითხვა მე მიჩნდება კითხვა ეს ზედმეტად უკვე შეიცვალა ასე ვთქვათ სასწორების ბალანსი და ბიზნესებს უფრო დიდი გავლენა აქვს ახლა მთავრობაზე, ხო? ანუ ეკვილიბრიუმი ბალანსი დაცული უნდა იყოს ამ შემთხვევაში. გარკვეულ ბიზნესებს იწვევენ მხოლოდ და დასაქმებულების წარმომადგენელი არ არის მხოლოდ დასაქმებულებს ისმენენ პარლამენტში პრემიერისათვის განცხადებას მერე ეს რა თქმა უნდა პრობლემური ასევე იყო მედიკამენტების პროცესიდან შემოტანა ღარიბაშვილის დროს ეს საკითხი გაქრა. ან ეს თემები ხდება ხოლმე და მართლა სამართლიანი არის დავსვათ კითხვები რატომ ხდება ეს ასე ეს მე რა თქმა უნდა გამოცდილება ასე შრომის კანონმდებლობის მიღებისას არასამთავრობოებმა ჩაუქრეს რასაც ქვია ჩუმად მთავრობასთან ერთად ასე ვთქვათ რაღაცებს აკეთებდნენ და ბიზნესის სავაჭრო პალატებმა და ბიზნეს ასოციაციებმა მთავრობასაც უღალატეს არასამთავრობოებსაც და საბოლოო ჯამში მათმა დასჭრა და მათ მიერ ასე ვთქვათ მოტონებულმა შრომის კოდექსის რეფორმამ გაიარა 2020. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ ყველაზე ძლიერი ძალა საბოლოო ჯამში და პოლიტიკის, ეკონომიკის პოლიტიკის დაფუძნებასთან ერთად, იდეოლოგიასთან ერთად არის ის ბიზნეს ლობი, რომელიც სარგებლობს ამ იდეოლოგიური ჩარჩოებით, რომელიც საბოლოო ჯამში არის კონკრეტულად ვიღაც ლობისტების გამგებლობა. მაგალითად, ფადიასლი, რომელიც არის ბიზნეს მოქალაქე, რომელიც არის კაცების ღია მხარდამჭერი. ფადიასლი, ხო? ფადიასლი ახსენე. ფადიასლი იყო თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული სავაჭრო პალატის ჩვენ ქვეყანაში. მე არის ამერიკის სავაჭრო პალატა, ამის სავაჭრო პალატა, ის სავაჭრო პალატა, ბიზნეს ასოციაცია ეს და მათ უფრო დიდი გავლენა აქვს, როცა რაღაცა შეცვლა, კიდე მათ გარშ ვერაფერს ვერ გააკეთო. 40 წელი საქართველოშია მე ესე მახსოვს. ხო, და პრობლემა ის არის მეორე მხარე, გასაკუთრებით ეს არის შეიძლება მთავრობას ქონდა ნება სპეციალურად გააკეთა საჯაროდ, რომ ყოფილიყო ბიზნესებზე ზეწოლა, ან შეიძლება ის უბრალოდ პოპულისტური ნაბიჯი. მაგრამ პოპულისტური ნაბიჯი იყო, ფიქრობ, რომ ეს არ იყო ჭკვიანური, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს რაღაცას დაბიძები და
თან დაგვიდები ესეთ მნიშვნელოვან რაღაცას, რაც სამყაროთურობას ეხება და მე ვერ ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ ასრულებ, ეს ძალიან სուპერ აისახება კონკრეტულად ამ თავრობის ქმედით უნარიანობას და რეალურად იმაზე, რამდენად შეუძლია თავრობას განაპირობების შესაძლებლობა. არ არის პირველი, ეს არის მეორე, ეს არის მეათე და ძალიან იმედგაცრუებული ვარ მე პირადად და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ პოპულისტური ნაბიჯი რატო გააკეთეს, იმიტომ რომ არ იყო საჭირო. თუ ეს იყო რაღაც შიდა გაბრძოლება, მათ შეიძლება ეთქვათ, რომ ბრძოლის ველში ვარ და მოდი ხალხო დაგვიდექით გვერდში და დამჯერეთ ქართული ხალხის უმრავლესობა მათ დაუდგებოდა გვერდში, მაგრამ მე სიმართლე ეგ ვერია სიმართლე გითხრა მე ეგ ვერსია განვიხილე, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ მაშინ ან დაწყება რა იყო, ან ესე ჰოლდზე შეყენება, როგორც აქ იტყვიან რა, დაკიდეს. თუ ხალხს ეძახიან, მაშინ ცოტა უფრო მეტი უნარი უნდა გქონდეს ორგანიზების თემის გარშემო, ან როგორ აწარმოოს საჯარო პოლიტიკა, იმიტომ რომ მას შეეძლოთ მოიმსხოთ და ძალიან ბევრი ადამიანი მათ გვერდში დაუდგებოდით ამ თემაზე. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დღეს ისე ვიძება, ეხლა ერთი თვისი ერთ არ არის, ხო? მართლაც ხო, ერთი თვისი გარდაიცვალა ჩემი ბაბუა, რომელიც იყო დიაბეტზე დამოკიდებული რა, დიაბეტი დიაბეტის პური 4 ლარამდე არის ასული განადა. ან მე ბოდიში არის შენი ხმა 4 ლარამდე რა არის? დიაბეტის პური, ან პური ხო, დიაბეტური ადამიანი, რომელიც შეიძლება მაღაზიაში. პურის ფასი 2 ლარამდე, ჩვეულებრივი პურის ფასი 2 ლარამდე არის. და დიაბეტის წამლები, რომლებიც და კიდევ თვალის წამლები და პენსიონერების ხო? პენსიონერის პენსიები რომელიც დაახლოებით 400 ლარის გარშემო თბილისში. და ერთი პენსიონერის წამლების ფასი 500 ლარია, ანუ შეუსაბამოა და იგივე მაგალითად, არ მინდა ეხლა ეს გავიმეორო, მაგრამ იმეჩი იგივე წამლები რაც მიჯდებოდა მაგალითად ორი პენსიონერისთვის 15 ლარამდე 75 ლარი ღირდა. კატასტროფული განსხვავება არის. და სად მათი მსხვერპლ უნარიანობა და ცხოვრების დონე და სად ჩვენი. არ ვიცი რა გითხრათ. მე მოხარული ვარ თუ პაპუაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, მე თავად არ მომისმენია, იმიტომ რომ მე თვითონ ამერიკაში ვცხოვრობ და მე ვიცი აქ როგორი ხარისხის რეგულაციები. ერთი მხრივ ჩანს, რომ საბაზრო ეკონომიკა თუ ყველაფერში რეგულაცია აბსოლუტურად. აი ჩვეულებრივი მარტივი ჯიხური რო ავიღოთ, დამთავრებული, ანუ ზედა ეშელონამდე. ნუ ეხლა მე ზედა ეშელონთან შეხება არ მაქვს, მაგრამ მე ქვედა სფეროში. ჩვეულებრივ ხალხში უამრავი რეგულაცია. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს მხოლოდ ესეთი, ეს უნდა იყოს პირობითად 12 სანტიმეტრი და წრიული უნდა გქონდეს რაღაც სანტიმეტრი ნახევარი, აი ამ დონემდე არის. და ამის აღიარება, რომ რეგულაცია სახელმწიფოს ჭირდება, მით უმეტეს ისეც დაუცვას, როგორც საქართველოა, რომელსაც ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, რეალურად საზღვრები არ გააჩნია და გარშემო ომია. აი ნუ რა გასაკვირია, რომ სახელმწიფოს ჭირდება რეგულაცია. რა ვიცი, მე ამ კარტელების აი როგორ გითხრა, კარტელების ბედად როგორ უნდა დატოვო ქვეყანა? გინდა სუპერმარკეტების კონგლომერატი დაარქვი და რაღაც გაერთიანება და გინდა ფარმაცევტების. აი როგორ შეიძლება? თუ ეს ესეა. ისე მიხარია. ბოდიში, ისე მიხარია ხა თქვენ რო ეს თქვით, რომ დაასწროთ ამერიკაში ეკოლოგიურ ცხოვრებაში, ხო, ჩვეულებრივ ადამიანს ამ რეგულაცია ხდება, იმიტომ რომ საქართველოში აკადემიურ წრეებში და არა მარტო აქ გვასწავლიან, აი ამერიკაში თავისუფლება არის გადადუღებული და ეს რეგულაციები არ არსებობს არც ეკონომიკაში. და მაგას ვამბობს, რომ ეს ტყუილი არის სინამდვილეში და სულ სხვა რაღაცას ასწავლია. რეალობა სხვა არის. ტყუილი. სამწუხაროდ და ეს კიდე ერთი აწეული სატოპკე ჰერშინსკის მიმართ რა. იმიტომ რომ მე უკვე ვითვლი, რამდენს აუწევენ იმას, რომ მე იქიდან შესაბამისი განცხადება გააკეთოს. იმიტომ რომ ჰერჩინსკი ხო ეს კოლექტიური ევროკავშირი ევრობიუროკრატია რა მნიშვნელობა ჰერჩინსკი არ იქნება და ისიც კარგად გვახსოვს ჟოზე ბორელის განცხადება ხო ევროკავშირის მიმავალ ჯუნგლები იყო ის წამოწდენა კი არ იყო
ესენი ესეთ პარადიგმაში ცხოვრობენ რა. ჩვენ ვართ მართლა შუბიანები და ისა ვინი თუ ინჩუჩუნა და რაღაცა ეს ჩინგაჩკუკები და რაღაცა ეს კოლექტიური ის რომ ჩრდილოეთ ამერიკა რომ დაიპყრეს და თქვათ წმენდა მოახდინეს ამ ორი ეთნიკურად აბორიგენი მოსახლეობის რაღაც ესე უყურებენ და გელაპარაკებიან დირექტივები და ჩვენი ხელისუფლების მე ესე ვთვლი ვალი ის არის რომ ზუსტად აი ეს არ უნდა მიცე მიზეზი რომ მსგავსი რაღაცეებით იმანიპულირონ მით უმეტეს რო იცი რომ ქვეყნის გარშემო სამ ზონაში, ორ ზონაში არის საომარი მოქმედება და ერთი კიდე არ იცი როგორ დასრულდება, როგორ გაგრძელდება და არ ვიცი რა. თუ გინდა რომ სოციალური ფონი იყოს სტაბილური, მე მგონი ეხლა მე და თქვენ რაზეც ვლაპარაკობთ, ეს არის ანბანი რა, ამას არ უნდა ეხლა ეს. დიდი ფილოსოფია არ ჭირდება უпростоრად რა. რევას ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ გაჟღერდა Trump Tower-ის იდეა საქართველოში. იქვე Starbucks-ი გაჟღერდა და მე ეს ახლა უშუალოდ ვიცი, რას ნიშნავს ერთის და მეორეც. ეს ამერიკული Starbucks-ი ამერიკული ყოფის დამახასიათებელი ნიშანია. Starbucks მოიხმარს აბსოლუტურად ყველა ფენის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად ყველა. Starbucks-ში როცა შედიხარ ატყო პიროვნებას რო არის ძალიან მაღალი ფენიდან და იქვე რიგში დგას ჩვეულებრივი აი ესეთი construction-იდან გამოსული, ანუ სამშენებლო ობიექტიდან გამოსული პირი. ეს უნიკალური თვისება ახასიათებს Starbucks. ნუ Trump Tower-ზე მე თვითონ მაგ ნანახი რა ხიბლია ეს ყველაფერი. მაგრამ აქ ჩდება მეორე მომენტი რა. Starbucks თავი დავანებოთ ეს თუ გამოვა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე ჯერ კიდე საქართველოში ვიყავ, გული მწყდებოდა, როცა აზერბაიჯანში იყო და ჩვენთან არ იყო და სულ ამბობდი რომ ნუ თუ დაინტერესებული პირები არ არიან რომ ამას თავი მოავან მეთქი და კარგია თუ ეს გამოჩნდა. თუმცა Starbucks-ამდე რაც მე და შენ ვისაუბრეთ, ჯობია ის პრობლემები დაარეგულირდეს. ეხლა რაც შეეხება Trump Towers. რამდენად ეს ადეკვატური იყო აი ამ დაძაბულ სიტუაციაში ამ პროექტის განხორციელება. თუ საერთოდ ამ პროექტის განხორციელებაზე საერთოდ თემა რამდენად აქტუალური იყო წამოწევა ამ ყველაფრის. შევთქვათ იმას, რომ საქართველოს McDonald's პრობლემა განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მაგრამ ოფიცი ალბათ ახალგაზრდა Starbucks-იც იგივე ვარიანტი იქნება. მე თვითონ Starbucks-ის ფანი არ ვარ უცოს და მე რომ შეგვიძლია ადგილობრივი ფრენჩაიზები დავაკეთოთ, მაგრამ ნაცვლად ადგილობრივი ფრენჩაიზების გაკეთებისა გამოგვაქვს Starbucks-ი, ამას ვერ დავაკეთებთ. მაგრამ იცით აღნიშნება ხოლმე გული რომ აი ეს Turkish breakfast, თურქული საუზმე რო არსებობს სასტუმროებში რაღაცა. ქართული საუზმე რატო ვერ უნდა მოვიფიქროთ, აი დავხვეწოთ ეს თემა. ეგ ხო იცი საიდან წამოვიდა? თურქეთში სასტუმროების კასკადი რო წამოვიდა, all inclusive-ს რო ეძახდნენ. აი თურქული შვედური მაგიდა პირობითად, აი იქიდან არის წამოსული თურქული სამზარეულო და ითვლება რომ ყველაზე იაფიანი და შესაძლოა ყველაზე არ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით მოკლედ. რაც შეეხება ახლა ადეკვატურობას, მე ვფიქრობ ძალიან ადეკვატური არის ამ Towers-ის აქ შემოტანა. მე შეიძლება ვფიქრობ, რომ ეს ჭირდებოდა ქართულოცნებას ეჩვენებინა ერთის ხრივ აქაური ხალხის რომ მე მაინც პროდასალური ძალა ვარ და აი ახლა ეს უფრო პროდასალური ჩემზე ვერ იქნება ვერა, იმიტომ რომ მე ყველაზე დიდი პროდასალური ძალა და ავასთან ამერიკასთან და ტრამპთან ვალაგებ საქმეს, ხო? ეს შეიძლება ამის განაცხადის იყო, რომ ტრამპი ენდობა საქართველოს, რომ მისი ფრენჩაიზი აქ შემოდის. შეიძლება ეს იყოს და ეს ლეგიტიმაციას გავსმენოს ერთის ხრივ შიდა მონაწილეობით და მეორე ხრივ შეიძლება რომ უნდათ რომ უბრალოდ აღიაროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის თავრობის დროინდელი დაწესებულების შემდეგ რაც გადაწყვეტა ნახონ. მაგრამ ამასთან ერთად when ვფიქრობ რომ აქაც იდეოლოგიური ჩაკეტვა გვაქვს, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკაშიც გქონია რომ ვერ გასცენ იდეას რომ the West is the best, დასავლეთი არის საუკეთესო. ეს იდეა
თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ალბათ ჰოლივუდის წარმოდგენებში და ჰოლივუდის ფილმებში შეიძლება იყოს და გამწუხარ ამაზე, იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა პანჯარა იმ მსოფლიო განანაწილების და მულტიპოლარული მსოფლიოს მომენტის პირობებში, რომელიც განაგრძდება, რომ გადავიაზროთ ზოგადად ჩვენი კურსიდან ვითარებისა ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ისე გვირჩენია პოსტ-ცივილ ომის დროინდელ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩამავალ ჰეგემონს რამე დაუკეთოთ, რაც ჩემს აზრით პრობლემას შექმნის ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ გვინდა ვიყოთ ერეფანი, ჩინეთსა და ევროპას შორის ეს ნაკლებად უნდა აწყობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ცდილობს ამ ორი ძალის ერთმანეთისაგან მაქსიმალურად დაშორებას. თან მით უმეტეს, როდესაც თქვენთან 300 კილომეტრით სამხრეთით არის ირანი, რომელიც ამერიკას იმაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს რგილად, რომ თქვათ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სამწაად მოედგინა და მე ვფიქრობ, რომ ეს არანაირად არ შეუწყობს გეოპოლიტიკურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ხო არ ფიქრობ, რომ ეს მე მაგალითად ეს ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმდენი გამჭრიახობა და მით უმეტეს ახლა მე რასაც პრემიერ-მინისტრს ვუყურებ, ეს ახალი ფორმაციის პიროვნება, რომ მსგავსი რაღაც დაუშვათ წამოეწყოთ ეხლა და ამ მომენტში. ხო არ ჩნდება ესეთი შთაბეჭდილება, რომ როგორც ყველა დიდი პროექტს სჭირდება დიდი მომზადება და ეს შეიძლება ეს თემა დაძაბული ყოფილიყო 1 წლის წინ ან 8 თვის წინ პირობითა და უბრალოდ ეხლა მოესწრო და ვეღარ დაარევერსეს რა, ანუ შესაძლოა ეგეთი რა. შესაძლოა არის ეგეთი რამაც, თამაშით რომ ჩვენ უნგრეთის მაგალითზეც და არა მხოლოდ უნგრეთის მაგალითზე, ზოგადად ტრამპის პროექტები ხშირ შემთხვევაში ან მიდის ბოლომდე, ან არ მიდის ბოლომდე და ბოლომდე მიდის, იმ შემთხვევაში უფრო მეტი მოგება გადის ქვეყნიდან, ვიდრე ქვეყნებს სჭირდება. განსაკუთრებით რადგან ძალიან პოპულარული არის ხოლმე ეს გარეთ ქვეყნები. და ესეც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს, როდესაც პრეზიდენტის სიძეები, პრეზიდენტის ცდილები, მერიან წარსული მისი ბიზნესების მართვაში მოლაპარაკებებში, რაც ჩემის აზრით ერთხელ აჩვენებს იმ ამერიკის შიდა პრობლემებსაც და ეს გამოაქვს ჩვენთან, არადაც საუბრობენ მაგალითად ტრამპის ოპონენტები, როგორც დემოკრატიულ პარტიაში, ასევე თავად თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში. რაც შეეხება საქართველოს, რაც შეეხება დამსახურებას, არ ვიცი, ეს რამდენად კარგად აისახება, საკუთრებით მაშინ ჩემს მაგალითად პრაგმატული პერსპექტივიდან შეიძლება რაღაცას გავუგო, მაგრამ მე ძალიან მიჭირს ამის პოლიტიკურ მდგომა, მithumetes ისეთი ქვეყნის მხრიდან, რომელიც თითქოს იმპერიალიზმს უნდა ებრძოდეს თავისი კუთხით და ხედავთ იმ სერიოზულ დანაშაულებებს, რომელთა მხარდაჭერაც ტრამპს მიეწერება არა მხოლოდ ირანში, არამედ მაგალითად ისრაელი, პალესტინა, ლიბანის და სირიის საკითხებზეც. და მე პირადად ეს დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ პრაგმატული კუთხიდან გამომდინარე, მე ვიქნებარება ეს რამდენად შეიძლება იყოს პრაგმატული, თუ ისევ იქნება საუბარი იმაზე, რომ მარია ზახაროვა, რომელიც არის პრესპიკერი ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მან არ ვიცი რატო გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თითქოს რომ საქართველოს თუ მიუერთდება დასავლეთის სანქციებს, ეს დააზარალებს ჩვენ ეკონომიკას. ეს განცხადებები მე ვფიქრობ, რომ წერიდან რუსეთის მხრიდან არ გაკეთებულა. და ეს საფრთხილო და იმედი არის, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის დაკავშირებული ეს ადმინისტრაციასთან, რომელიც 3 წელიწადში წარმავალი ადმინისტრაცია არის. და მერტმაიცის დემოკრატების დაბრუნების ან რესპუბლიკური ნეოკონსერვატორების დაბრუნების შემთხვევაში აქ გადატრიალების ახალი სცენარების მორი კასკადს შეიძლება ველოდოთ და იმ შემთხვევაში კიდევ უფრო სუდ მოცემულობაში არ შევიყვანოთ ჩვენი თავი. იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, არის გამოდის უნგრეთიდან, გამოდის ევროპიდან, ჩვენ ნახეთ ვირჯინიაში კატასტროფული მარცხი რესპუბლიკური პარტიისა, ექსპერიმენტერინგზე, რომელიც ახლა მოხდა, ნახეთ, რომ ტრამპის პარტია ნელ-ნელა აგებს მათ შორის
ფლორიდასაც უკვე, რომელიც იყო კი, ფლორიდაში რაც არ უნდა გაწევრი იყოს, კი. ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინები და დროებითი ასე ვთქვათ, ახლა იმ დროებით მოვლენას, ამიტომ ვიცით, რომ ჩვენ გარშემო არიან ქვეყნები, სადაც თავრობები ორ-წელიწადში არ იცვლება. რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ მოცემულობაში რა მოცემულობაში საქართველოს იყო და არ არის საჭირო გამოჩნდეთ საერთაშორისო ასპარეზზე. პრობლემა მიუხედავად თქვენ სოციო-ეკონომიკურ თემებს, ნაკლებად ვეძებდეთ ლეგიტიმაციას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არიან 3000 კილომეტრით შავი ზღვისიქით ევროპაში, ან 10000 კილომეტრის იქით, როგორც არის ოკეანის იქით ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ სამეზობლო ზონა ვიყოთ ბიოლოგიურად ორიენტირებული და გქონდეს მაქსიმალურად მშვიდობა შენარჩუნებული, იმისაც რომ განვითარება მივიღოთ და ნაკლებად შევეცადოთ ვიყოთ ასე ვთქვათ ხარიზმატულები საგარეო და საერთაშორისო არენაზე. ანუ მოზომილი საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად და ძირეული რყევების გარეშე რა. და მე მგონი ეს ის სიტუაცია, მე ჩემს ყველა რესპონდენტთან ამ კითხვას ვსვავ, ეს ბოლო პერიოდია მით უმეტეს, რომ თავად სახელმწიფოს კურსი ერთი მხრივ ჩანს მერყევი თითქოს, ხან დასავლეთი, ხან დაუშვათ მოდი ნეიტრალური პოზიციაზე დავჭეთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ გავაბრაზოთ გარშემო სამეზობლო და ცოტა უცნაურად კი მომეჩვენა ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, მაგრამ იმედია ესეც რაღაცნაირად ლოგიკის ჯაჭვით ჩაჯდება, იმიტომ რომ ზუსტად მაგას მოყვა მერე ის მარია ზახაროვას ის მძიმე კვახე განცხადება და საერთოდ არ მინდა რომ ჩვენ არამოყარე ქვეყნების სიაში შევიდეთ, იმიტომ რომ მე როგორც მითხრა ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა და მე მის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, სოფლის მინისტრის მოადგილეც იყო, რომ ძირითადი პროდუქტები საკვებს სასურსათო მაინც შემოდის რუსეთიდან და არა მარტო ბატონ გოჩას, ბევრმა მითხრა ეს, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ, გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ობიექტური გარემოებაა, რომ ჩვენ ვართ ამ წყაროზე და შეწყვეტაზე არც არის ლაპარაკი. უბრალოდ ფასის გაზდა გამოიწვევს იმ სოციალურ ფონის ისედაც გამძაფრებას რა და აი მერე ვნახოთ ჩვენ ფასების და ალბათ სამწუხაროდ, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი მეტნაკლებად ადეკვატური იქნება, ადეკვატურ პოლიტიკას გაყვებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და თუ რამე ეს დამატება გსურს რევას, თუ არა და დავასრულოთ, იმიტომ რომ კი ბატონო, უბრალოდ ერთ ვიტყოდი, რომ ჩვენ დრო ლიმიტში არ გვაქვს, რამდენიც გინდა. მე ძირითადი რაც მინდოდა მეკითხა ის აი ზუსტად ამას გავაგრძელებდი. კი ბატონო. ჩვენ გავხდით ერთის მხრივ უფრო დამოკიდებული იმ დასავლური ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმებით სეთზე და თურქეთზე, ვიდრე გავხდით დამოუკიდებელი. ამის თქმა მინდოდა. ამ პოლიტიკამ უფრო დამოკიდებული გავხდა ჩვენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ ძირითად პროდუქტებს, საკვების პროდუქტებითაც სეთზე ვართ დამოკიდებული. სათვალე და ასე ვთქვათ, სათვალის კუთხით აზერბაიჯანზე, მაგრამ რაღაცა ნაწილი რუსეთზე ვართ ისევ დამოკიდებული. ეს სერიოზული პრობლემები არის სამწუხაროდ, სწორედაც რომ ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გავხდა ჩვენ ასეთი დამოკიდებული. და რაც შეეხება ახლა უნდა დავსწრებ ოპტიმისტები, არ ვიცი, მე უკვე ვეღარ ვიცი რომ ვიმედოვნებ მეთქი, იმიტომ რომ დრო გადის და შედეგები არიდება. და შედეგები თუ არიდება, მხოლოდ იმაზე ორიენტირება, რომ ფაინანსები დაბრუნდებიან და რა გვეშველება და მთავრობა უბრალოდ მაგითი ითხოვს გადაჭერას, მათ ელემენტარულად შეუძლიათ რომ გადაკეტონ ეს ნაცების თემა. არ არის მაინც და მაინც 24 საათი ევროკავშირში მიგორონ კოჭი, უსურვილი პოლიტიკური იქნება და გამოვლენ ჩაკეტილი იდეოლოგიური ჩარჩოებიდან ეკონომიკურ პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში, სადაც ისინი
რატომღაც ერთი კუთხე დავან ყველაფერს და ეს მიმართულებით მე ვფიქრობ, ის წარადგება ქვეყანას, რომ იყოს მრავალმხრივი პარადიგმა და არა მხოლოდ ეს მიმართულება, რაც არ ამასწრებს უბრალოდ და ამით ნახოთ როგორ განვითარდება. მე მაგალითად ვერაფერ სკეპტიკური ვარ დღეს, ვიდრე ვიყავ მაგალითად 3 თვის წინ, როდესაც ველოდებოდით, რომ თავრობა მართლა გააკეთებდა რაღაც დადებით ძრებს, ფასების დაკლების თუ სხვა მიმართულებით. აბსოლუტურად გეთახები, მეც ასეთი განწყობა მქონდა. მით უმეტეს, როცა ის საჯაროდ გამოიტანეს ეს ჩვენი. ხო. რევას, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და მოხარული ვარ, რომ ესე კარგად და საფუძვლიანად ისაუბრე და ალბათ იმ ბევრ დაგროვილ კითხვას, რაც მე მქონდა და რაც ჩემს გარშემო ყოფ ხალხს, რომლებიც ვინც იცოდა, რომ შენ ჩემს სტუმარი უნდა ყოფილიყავი, ეგ ჩამოწერილი მკითხე კითხვები, უბრალოდ შევკუმში დავაჯამე, იმიტომ რომ კიდე გაშლილი იყო ბევრი, ხა ამას არ ეყოფა ერთი დღე ეთერი. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რევას და მოხარული ვარ, რომ ესეთი ახალგაზრდა კაცი ამ სოციალურ პლატფორმაზე ხარ, იმიტომ რომ საქართველოს ზუსტად ჭირდება შენი მსგავსის პოლიტიკური ორიენტაციის ხალხი, ვინც მართლა იზრუნებს სოციალურ ფონზე საქართველოში და არა მხოლოდ რიტორიკულად, თორე რიტორიკულად იმდენი ყავს, რომ საკმარისზე მეტი. მოხარული ვარ, რომ შენ ხარ პოლიტიკურ სივრცეში, მოხარული ვარ, რომ ხარ ანალიტიკურ სივრცეში და მე ყოველთვის მოხარული ვიქნები ასევე, როცა გარკვეული პერიოდულობით მე სტუმრები და საჭირო შეკითხვებზე აქტუალურ და არგუმენტირებულ პასუხს გავცე. აბა ბედნიერად დიდი მადლობა. კარგად ნადევოდეთ ნახვამდის.